ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტი ოთო ირემაძე, რომელიც 22 ნოემბერს დააკავეს, მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ სამართალ დამღლევად ცნო და 3000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. შინაგან საქმეთა სამინისტრო მას წვრილმან ხულიგნობას, პოლიციის შეურაცხყოფასა და პოლიციის დაუმორჩილებლობას ედავებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, 22 ნოემბერს ინგოროყვას ქუჩაზე აქციის დროს პოლიცია მოქალაქეებს მოუწოდებდა გზის სავალი ნაწილიდან ტროტუარზე გადასულიყვნენ, რასაც არ ემორჩილებოდნენ, ასევე ოთო ირემაძე ხელს უშლიდა სამართალდამცველებს სხვების დაკავებაში და უმისამართოდ იგინებოდა. მარშის მცირე ნაწილი იმყოფებოდა იქ, სადაც დამაკავეს. არანაირი საჯარო შეძახილი ან მოწოდება პოლიციის მხრიდან არ ყოფილა, რომ გზის სავალი ნაწილი გაგვეთავისუფლებინა. ვკითხეთ, როგორ უნდა გაგვეგზელებინა გზა და პასუხი არ მიგვიღია. მოუტრიალდით და მაგ დროს დამაკავეს მეც. მივიჩნევ, რომ არც ერთი მუხლი არ დამირღვევია, ახალმისული ვიყავი 22 ნოემბერს აქციაზე და არაფრის მოსწრების საშუალება არ მქონია. მივედი და მალევე დამაკავეს. ცუდ დროს, ცუდ ადგილას აღმოჩნდი. ბევრჯერ ვკითხეთ ჩემ დამკავებელს, რატომ დამაკავეს და სანამ არ დაურეკეს და არ უთხრეს, იქამდე ვერ მიპასუხა. არ ვარ ნასამართლები, არც დაჯარიმებული ვარ. ჩემს ბუნებაში არაა კანონის დარღვევა. იმედი მაქვს ამას გაითვალისწინებთ. განაცხადა ოთო ირემაძემ.